როგორც მოსალოდნელი იყო, ზურა დააკავეს. ეს უნიჭო ფარსი, უნიჭო სახიობებით დადგეს იმისთვის, რომ ფინალი ყოფილიყო ზურას დაკავება. ბრძოლა გრძელდება ნატასთან ერთად, ზურას თანამებრძოლებთან ერთად. ბრძოლა გრძელდება ზურას და სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის, ბრძოლა გრძელდება საქართველოს გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ გავწყდებით. ჩვენ კეც არ მოუხდით რუსებს. საქართველოს ისტორიაში სულ ყოფილან ორჯონიკიძეები, სულ ყოფილან მოღალატეები, სულ იქნებიან, მაგრამ სულ ყოფილან მებრძოლები, სულ ყოფილან ადამიანები, რომლებიც არ უთმობენ ქვეყანას ორჯონიკიძეებს და მოღალატეებს. ზურაც ასეთია და ზურასთან ერთად ზოგი შიგნით, ზოგი გარეთ გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ზურა 2003-2012 წლებში საერთოდ არც ყოფილა პოლიტიკაში, არც ყოფილა სახელმწიფო სამსახურში, სრულიად გაუგებარია, რისთვის იყო საერთოდ დაბარებული ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. დაბარებული იყო იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძის ეშინიათ. და ის რომ ზურა ჯაფარიძის ეშინიათ დადასტურდა დღეს რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზში მისი დაკავებით. ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ვაგრძელებთ ბრძოლას ზურასთვის, ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის.